გამარჯობა, ეს არის ახალი ამბები პირველზე მე სესოელისაშვილი ვარ თქვენთვის მუშაობას პოსტების საინფორმაციო სამსახური იწყებს. დღეს უნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე წითელი პარასკევია. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. ტაძრებში დღეს გარდამოხსნის წესი შესრულდება, წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება, რადგან სახარების თანახმად ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. სალომე გობრონიძე იმყოფება სამების საკათედრო ტაძარში, საიდანაც პირდაპირ ეთერში გვერდდება. სალომე, გისმენთ. მოქალაქეები დილიდან იკრიბებიან სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ზუსტად 2 საათზე პატრიარქის მოსაყდრე მეუფეშიო გარდამოხსნის წესს შეასრულებს. დღევანდელი დღე არის ერთადერთი, როდესაც ტაძრებში წირვა არ სრულდება, გამომდინარე სწორედ ამ დღის სიმძიმიდან, რადგან სახარების თანახმად ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად თავად უფალმა საკუთარი თავი შესწირა. სამების საკათედრო ტაძარში დილიდან ტრადიციულად შესრულდა სამეუფეო ჟამნი, რომლის დროსაც იკითხება ქრისტეს ვნების შესახებ სახარებიდან ეპიზოდები და როგორც უკვე გითხარით, ზუსტად 1 საათში სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის მოსაყდრე მეუფეშიო გარდამოხსნის წესს შეასრულებს. საკურთხევლიდან გამოაბრძანებენ გარდამოხსნას, რომელზეც გამოსახული არის საფლავად დასვენებული იესო ქრისტე და აბრძანებენ ტაძრის შუაგულში სპეციალურ სადგამზე, ხოლო მას შემდეგ, რაც გარდამოხსნის წესი შესრულდება, უკვე დაიწყება დატირების ამსახველი მსახურება. უნების შვიდეულის პარასკევი, რომელსაც წითელ პარასკევსაც უწოდებთ, უმძიმესი დღეა კაცობრიობის ისტორიაში. უფალი ღმერთი ადამიანის სიყვარულით ჯვარზე გაეკრა ამ დღეს, საკუთარი თავი გაწირა ჩვენი სიყვარულისათვის, ჩვენი გადარჩენისათვის. ამ დღეს წირვებიც კი არ აღესრულება ტაძრებში, ხდება მხოლოდ სამეუფეო ჟამნობის კითხვა და ასევე გარდამოხსნა და გარდამოხსნასთან დატირება. დილით უკვე შესრულდა დიდი ჟამნობა. 2 საათზე ველოდებით პატრიარქის მოსაყდრეს მეუფეშიოს და მოხდება გარდამოხსნის გამობრძანება საკურთხევლიდან, შუა ტაძარში დასვენება და შემდეგ დატირება. დღევანდელი დღის სიმძიმეს მართლმადიდებელ ქრისტიანებში ახლავს აღდგომის სიხარული, რომელიც სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების და მომავლის იმედის დღეთ არის მიჩნეული. ამიტომ დღევანდელი დღე სიმძიმე მონანიებაში, ლოცვაში და მომავლის იმედში უნდა გავატაროთ. რადგან ყველაზე მძიმე დღე კაცობრიობის ისტორიაში, წითელი პარასკევი, როდესაც ჯვარს ვაცვით ქრისტე ვანერწყვეთ, გავშოლტეთ. ნამდვილად მძიმე დღე არის ყველა მორწმუნესათვის, რომელიც გვასწავლის თამდაბლობას სიყვარულს და ჯვარცმული ქრისტე თავად ჯვრიდან ამბობდა და ლოცულობდა ჩვენთვის. დღეს ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღეა. მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტეს ჯვარცმას, გარდამოხსნას და დაკრძალვას იხსენებს. სწორედ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მორწმუნეები კვერცხს სიმბოლურად წითლად ღებავენ. წითელი ფერი სიმბოლოა იესო ქრისტეს სისხლის, რომელიც კაცობრიობის გამოსახსნელად დაიღვარა. მადლობა სალომე გობრონიძე იყო. აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით დილის 4 საათამდე იმუშავებს და 11 აპრილის საღამოს 11-დან 12 აპრილის დილის 4 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება. ამავდროულად 12-13 აპრილს ავტობუსის 9 დროებითი მარშრუტი დაწესდება, რომელიც მგზავრებს დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვნენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური მარშრუტები მეტროსადგურებიდან მარჯანიშვილი, დელისი, სარაჯიშვილი, ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე დიდუბის ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის მესამე მასივიდან, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან იმოძრავებენ. აღნიშნული მარშრუტების ავტობუსებით მოქალაქეები 2 დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ. საქართველოს რკინიგზამ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთა ნაკადის გამო დამატებითი რეისები დანიშნა. 14 აპრილამდე რეისები თბილისი-ბათუმი, თბილისი და თბილისი-ფოთი, თბილისის მიმართულებით შესრულდება. ბილეთების შეძენა კომპანიის ვებგვერდის და აპლიკაციის საშუალებიდან საქართველოს რკინიგზის სალაროებშია შესაძლებელი.
სააღდგომო დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური მარშრუტები დაინიშნა რეგიონებშიც. რუსთავის მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტი ძველი და ახალი სასაფლაოების მიმართულებით რამდენიმე ლოკაციიდან იმოძრავებს. მუნიციპალური ტრანსპორტი 12 და 13 აპრილს მოქალაქეებს დილის 8-დან საღამოს 6 საათამდე უფასოდ მოემსახურება. გამოყოფილი იქნება შესაბამისი ტრანსპორტი სხვადასხვა ლოკაციებიდან, რომელიც იქნება უფასო, როგორც შიდა საქალაქო ტრანსპორტი, ასევე ის მარშრუტები, რომლებიც იმოძრავებენ როგორც ძველი სასაფლაოს, ასევე ახალი სასაფლაოს მიმართულებით. ლოკაციები იქნება შემდეგი: მეტალურგიის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიიდან, თამარ მეფის მოედნიდან, მე-12 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიიდან, ჭყონდელის დასახლებიდან. ჭყონდელის დასახლებიდან იმოძრავებს ყოველ 40-50 წუთში, ხოლო დანარჩენი ლოკაციებიდან ინტერვალი იქნება 12-20 წუთი. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 12 და 13 აპრილს ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ფერიის სასაფლაომდე შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით სერგეი მესხის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით ცალმხრივი გახდება. მე-11 სამარშრუტო ხაზი უკუმიმართულებით გადაადგილებისას გოგოლისა და სევერიანი აჭარელის ქუჩების გავლით იმოძრავებს, ხოლო მე-2 და 2A ხაზებზე მოძრავი ავტობუსები მაიაკოვსკის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ასევე გაცნობებთ, რომ ქალაქის ძირითად სასაფლაომდე გადაადგილების გამარტივების მიზნით სატრანსპორტო მოძრაობა დროებით გაცალმხრივდება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ქვემო ქართლის რეგიონს ეწვია, სადაც რუსთავზისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მრავალშვილიანი ოჯახები მოინახულა. გიორგი ჯინჭარაძემ მათ დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სადღესასწაულო ნობათი და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. დღეს ქვემო ქართლის რეგიონში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას მრავალშვილიან ოჯახებს გადავეცით სიმბოლური საჩუქრები, ნობათი, ამით გამოხატეთ, რა თქმა უნდა, ყურადღება, ეს მცირედია, თუმცა აფხაზეთის მთავრობა ყოველთვის სრუნავს მათ სოციალურ პირობებზე და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე. იერუსალიმში მდებარე მაცხოვრის აღდგომის ტაძარი მომლოცველებისთვის გაიხსნა. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. ტაძარი ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების გამო 40 დღის განმავლობაში დაკეტილი იყო. ისრაელის პოლიციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ირანში საომარი მოქმედებების დასრულების გათვალისწინებით ქვეყნის შეიარაღებული ძალების ზურგის სარდლობამ ახალი მითითებები გამოსცა, რომლის მიხედვითაც იერუსალიმში მდებარე ყველა წმინდა ადგილი მნახველებისთვის გაიღება, მათ შორის მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, ტაძრის მთა და გოდების კედელი. პოლიცია დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზეა გადასული. მსოფლიოში არსებული გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურ განვითარებას განაგრძობს. აზიის განვითარების ბანკმა მთავარი წლიური ეკონომიკური ანგარიში გამოაქვეყნა. საერთაშორისო ფინანსურმა ორგანიზაციამ გეოპოლიტიკური რისკების ფონზე საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 5.9%-ით განსაზღვრა. დოკუმენტში წერია, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გახანგრძლივებამ და გაზრდილმა გეოპოლიტიკურმა რისკებმა შესაძლოა ზრდა შეანელოს. გლობალური შოკების მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა მდგრადად ინარჩუნებდა პოზიციებს და 2025 წელს ძლიერი 7.5%-იანი ზრდა აჩვენა. მომატებულმა საგარეო რისკებმა, მათ შორის ომმა უკრაინაში და დაძაბულობამ ახლო აღმოსავლეთში, შესაძლოა ზიანი მიაყენოს ეკონომიკურ აქტივობას. შეანელოს გლობალური აღდგენა და გაზარდოს ინფლაციური წნეხი. ამ კონტექსტში ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად საქართველოს ჭირდება რეგიონული და გლობალური ინტეგრაციის გაღრმავება და დაკავშირებადობის ჰაბის როლის გამყარება. ეს მოითხოვს ინფრასტრუქტურასა და ლოგისტიკაში მიმდინარე ინვესტიციების გაგრძელებას, რეგიონულ პარტნიორებთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას, ვაჭრობის გაფართოებასა და კერძო სექტორის მხარდაჭერის გაზრდას. უამინდობამ მაღალმთიან რეგიონებში პრობლემები შექმნა. აჭარაში 2 დღეა თოვს, გუდაურიკოვის მიმართულებით კი ზვავ საშიშროების გამო ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა დროებით აკრძალულია. ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით კი მლეთა გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაუჩერებლად გავლის რეჟიმში განხორციელდება.
დროებით აკრძალულია მოძრაობა ნაქერალას უღელტეხილის მიმართულებით ქუთაისით ტყიბული ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე და საჩხერე უზუნთა შქმერი ზუდალას გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი თავისუფალია. ეს იყო ახალი ამბები პირველზე, ჩვენ ზუსტად 4-ზე დავბრუნდებით დროებით.